გამარჯობა, დღეს ვიწყებთ ახალი თავშის მოქსოვას. ძალიან ლამაზი თავშალია, ძირითადი დეტალებია გულები და კიდეების გასწვრივ არის ნაწნავი. ადვილი მოსაქსოვია, ყურადღებით მისმინეთ და ადვილად მოვხსოვთ. მთავარია ყურადღება და დათვლა. ყაისნახს ძალიან უყვარს დათვლა. გავაკეთოთ ამირგურუმის წრე. და მოვხსოვოთ 3 ჰაეროვანი. 1, 2, 3. 3 ჰაეროვანი. შემდეგ 2 ჰაეროვანი, 2 ერთნამატიანი. 2 ჰაეროვანი. ეხლა 3 ერთნამატიანი. 2 ჰაეროვანი და 3 ერთნამატიანი. ანუ რა მოგხსოვეთ? 3 ჰაეროვანი, მერე 2 ერთნამატიანი, 2 ჰაეროვანი, 3 ერთნამატიანი, 2 ჰაეროვანი, 3 ერთნამატიანი. ეს ჰაეროვნები ქმნიან თაღს. ესე იგი 2 თაღი გამოგვივიდა. მოვუჭიროთ ძაფს, მოვჭიმოთ ძაფი და მეორე მხრიდან დავიწყოთ ქსოვა. ესე გადავატრიალოთ. აი ესე ხო მოვუჭირეთ ძაფს, მრგვალი დაბლაა ხო ეხლა და წაღმაპირია. აი შეხედეთ როგორ არის უკუღმაპირი ცოტა სხვანაირი ნაქსოვია. აი ესე გადავატრიალეთ და მეორე მხრიდან დავიწყოთ. პირველ ნახვრეთში არ შევდივართ, მეორეში შევდივართ, გამოვიტანეთ თვალი და ერთმანეთზე გადავაცვით. კიდევ, აი შეხედეთ, შემდეგ თვალში შევდივართ, გამოვიტანეთ და პირველი მეორეში გავუყარეთ თვალი. ეს არის შემაერთებელი თვალი. ახლა თაღში შევიდეთ, შიგ თაღში გამოვიტანოთ თვალი და ესეც შემაერთებელი გავაკეთოთ. ანუ 3 შემაერთებელი თვალი გავაკეთეთ. ეხლა 3 ჰაეროვანი და მოვხსოვოთ 2 ერთნამატიანი. ამ შემდეგ ვხსოვთ 2 ჰაეროვანს და 3 ერთნამატიანს. 1, 2, 3. მოვხსოვთ 3 ჰაეროვანი. გადავიდეთ შემდეგ თაღზე. ამ თაღში დავასრულეთ მუშაობა. შემდეგ თაღში შევდივართ, ნამატი გავაკეთეთ, ანუ ერთნამატიანს ვხსოვთ, ეს 1, ეს 2, ეს 3, ერთნამატიანი 2 ჰაეროვანი და 3 ერთნამატიანი. მოვაბრუნოთ ნაქსოვი და დავიწყოთ ისევ შემაერთებლების ქსოვა. კიდევ გავიხსენოთ, პირველ ნახვრეთში არ შევდივართ, მეორეში შევდივართ და ძაფის გარეშე ვხსოვთ, პირველს მეორეში შევაძვრენთ. კიდევ შემდეგ თვალში შევდივართ, პირველს მეორეში შევაძვრენთ. ეხლა თაღში შევდივართ და პირველს მეორეში გავაძვრენთ. 3 ჰაეროვანი ავიღოთ და 2 ერთნამატიანი მოვხსოვოთ. შეხედეთ? ეხლა 2 ჰაეროვანი და 3
ერთნამატიანი ყველა აი ამ ერთ თაღში. აი ასე. ეხლა 3 ჰაეროვანი 1 2 3 შემდეგ ნამატი შუაში შევუყაროთ ყაისნაღი ისე რომ 2 ძაფის ქვეშ აღმოჩნდეს, გავაკეთოთ ერთნამატიანი. 3 ჰაეროვანი და შემდეგ თაღში ვაკეთებთ 3 ერთნამატიანს 1 2 3 2 ჰაეროვანი და 3 ერთნამატიანი 1 2 3 მოვაბრუნოთ, მოვაბრუნეთ და დავიწყოთ მოგზოვა. ისევ შემაერთებლები, როგორც ადრე ვისაუბრეთ. მესამე უკვე თაღში იგზოვება, 3 ჰაეროვანს გსოვთ, აი ამ თაღში შევდივართ და 2 ერთნამატიანს მოვგზოვთ. 2 ჰაეროვანი და იგივე თაღში 3 ერთნამატიანი 1 2 3 შემდეგ გსოვთ 3 ჰაეროვანს 3 ჰაეროვანი და ნამატს ვაკეთებთ და აი აქ ერთნამატიანი როა მარტო ამის თავზე, ამის თვალში ვაკეთებთ 6 ერთნამატიანს 1 2 3 4 5 და 6. ანუ ერთ თვალში გავაკეთეთ 6. ერთ თვალში გაკეთდა 6. შემდეგ 3 ჰაეროვანი და აი აქ ბოლო თაღში ვაკეთებთ 3 ერთნამატიანს შემდეგ 2 ჰაეროვანი და 3 ერთნამატიანი იგივე თაღში კეთდება. მოვაბრუნოთ საქსოვი და შემაერთებელი თვლები გავაკეთოთ. მესამე თაღში 3 ჰაეროვანი, აი ამ პირველ თაღში ვაკეთებთ 2 ერთნამატიანს 2 ჰაეროვანს და იგივე თაღში 3 ერთნამატიანს. შემდეგ 3 ჰაეროვანი ნამატი და სადაც 6 თვალია პირველში ვაკეთებთ მატებას.
ერთი და აი იგივეში. ორი. ნახეთ? შემდეგ ერთი, ორი, ეს სხვადასხვა თვალში, სამი და ოთხი. ბოლოში ვაკეთებთ მატებას. ერთი, ორი. ანუ ბოლოში ერთ ნახრეთში, ერთ თვალში მოვგზავნეთ ორი ერთნამატიანი. შემდეგ სამი ჰაეროვანი და აი აქ ბოლოში მოვგზავნოთ სამი ერთნამატიანი, ორი ჰაეროვანი და სამი ერთნამატიანი. ეს ერთ თაღში კეთდება ყველაფერი. აბა ვნახოთ. აი ასეთი მოიგზავა. ანუ ნაპირებში სულ ერთი და იგივეა. ხედავთ? ეხლა მოვაბრუნოთ საქსოვი. შემოვაბრუნეთ და მოვგზავნოთ ისევ შემაერთებელი, კიდევ შემაერთებელი. ეხლა თაღში ერთი წუთი გავასწორო, თაღში გავაკეთოთ შემაერთებელი, აი ასე, სამი ჰაეროვანი და თაღში ვგზავნთ ჯგუფს. ორი ერთნამატიანი, კედელიც არის, ერთი სვეტი, ორი ერთნამატიანი, უკვე სამი სვეტია, ორი ჰაეროვანი და იგივე თაღში სამი ერთნამატიანი. შემდეგ გსოვთ სამ ჰაეროვანს, ერთი, ორი, სამი. ნამატს ვაკეთებთ, შუაში შევდივართ, შეხედეთ სად შევდივართ, აი აქ, გამოვიტანოთ თვალი და ერთნამატიანი მოვგზავნოთ. ისევ სამი ჰაეროვანი, ნამატი და შეხედეთ, აი აქ პირველში შევედით და არასრული ერთნამატიანი მოვგზავნეთ. კიდევ ნამატი, შემდეგ თვალში შევედით, არასრული, ნამატი, არასრული, ნამატი, არასრული. როდესაც ხუთი თვალი დაგროვდა, ერთად მოვგზავნეთ. ეხლა ჰაეროვნები. ხუთი ჰაეროვანი, ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. შემდეგ მოვგზავნოთ არასრული ისევ ერთნამატიანები. როდესაც ყაის ნაღზე ხუთი თვალი იქნება, აი ნახეთ, გამოვგზავნთ. შემდეგ სამი ჰაეროვანი, ნამატი, შუაში შევყაროთ ყაის ნაღი და ერთნამატიანი მოვგზავნოთ. ისევ სამი ჰაეროვანი და უკვე აი აქ ბოლოში ვგზავნთ. ერთი, ორი, სამი,
ერთნამატიანი, 2 ჰაეროვანი და 3 ერთნამატიანი. 1, 2, 3. მოდით ვნახოთ შედეგი. რა მივიღეთ? შეხედეთ, ეს ლამაზი ნაწნავია და შუაში გული. აი, შუაში არის ეს გული. ახლა მოვიდა გული. აი ასე. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. ისევ უკვე ვიცით, რომ შემაერთებელი უნდა მოვგზავნოთ 1, მერე 2, მერე თვითონ თაღში შევიდეთ, კიდევ შემაერთებელი, 3 ჰაეროვანი, 2 ერთნამატიანი, 2 ჰაეროვანი, 3 ერთნამატიანი. 1, 2, 3. ანუ აი ესეთი რაღაც გამოგვივიდა. აი აქ კიდეზე ვაკეთებთ აი ესეთ ნაწნავს. ამის შემდეგ გვსოვთ 3 ჰაეროვანს და აი ეს 1 რომ არის ერთნამატიანი, ამ თვალში, ამის ზევით უნდა მოვგზავნოთ 6 ერთნამატიანი. 1, 2, 3, 4, 5, 6. აი 6 მოვგზავნეთ. ეხლა მოვგზავნთ 3 ჰაეროვანს და გულის შუაში 5 ჰაეროვნიანი თაღი რომ არის, იქ შევდივართ, აი ასე, ნამატის გარეშე და უნამატოს გვსოვთ. ისევ 3 ჰაეროვანი და დავინახეთ ეს 1 ძალი რომ არის ერთნამატიანი და ამის თავზე, ისე რომ უკვე ვიცით, 2 ძაფის ქვეშ უნდა შევუყაროთ აუცილებლად ყაისნაღი და მოვგზავნოთ 6 ერთნამატიანი. ერთ თვალში 6 ერთნამატიანი იქცოვება. ერთი, 2, 3, 4, 5, 6. შემდეგ ისევ 3 ჰაეროვანი და აქ კიდეში რას გვსოვთ? 3 ერთნამატიანს, 1, 2, 3, 2 ჰაეროვანს და 3 ერთნამატიანს. ანუ ეს არის კიდის ნაწნავი. ძალიან ლამაზი კიდე გამოდის. ნახოთ რა გამოგვდის. ეხლა დააკვირდით, აქ იწყება გულები. აქ იყო 1 გული, ხო? აქედან უკვე მოიქსოვება 2 გული. მოვაბრუნოთ საქსოვი. გავაკეთოთ ისევ შემაერთებლები. მესამე როგორც ვიცით, თაღში კეთდება აუცილებლად. მერე ვაკეთებთ კიდის ნაწნავის ჯგუფს, ალბათ ეს უკვე დავიმახსოვრეთ ზეპირად.
მოვგზოვეთ ეს კიდის ჯგუფი. აბა ვნახოთ როგორ არის. შემდეგ 3 ჰაეროვანი 1 2 3 ნამატს ვაკეთებ და სადაც 6 თვალია პირველში მატება, ანუ მატება რა არის? ერთ თვალში აი ვაკეთებთ 2-ს, 2, მერე 4 თვალში თითოში თითო ერთ ნამატიანი. და ბოლოში ერთ თვალში ვაკეთებთ მატებას, ბოლო თვალში. ანუ ერთ თვალში 2 ერთ ნამატიანი. გამოვიდა 8. 1 2 3 4 5 6 7 8. შემდეგ 3 ჰაეროვანი და იგივეს ვიწყებთ. პირველ თვალში მატება, ანუ 2 ერთ ნამატიანი. შემდეგ 4-ჯერ თითო თვალში თითო ერთ ნამატიანი. 1 2 3 4 ბოლო თვალში მატება 1 2. შემდეგ 3 ჰაეროვანი და აი აქ კიდეში 3 ერთ ნამატიანი 1 2 3 2 ჰაეროვანი და იგივე თაღში 1 2 3. ნახოთ შედეგი. მოვაბრუნოთ. ისევ შემაერთებელი თვლები. 3 ჰაეროვანი 2 ერთ ნამატიანი 2 ჰაეროვანი 3 ერთ ნამატიანი. ეს ყველაფერი ერთ თაღში გაკეთდა, ნახეთ. აი ერთ თაღში. შემდეგ 3 ჰაეროვანი. აი აქ შუაში შევდივართ ერთ ნამატიანს, აი ერთ ნამატიანს გსოვთ, ანუ ნამატი გავაკეთე, ნამატი შევედი და ერთ ნამატიანი მოვგზავნოთ. ისევ 1 2 3 ჰაეროვანი, შემდეგ აქ არის 8, ხო? აი პირველიდან ვიწყებ, უნდა მოვგზავნოთ არასრული ერთ ნამატიანები. როდესაც ყაისნახზე 5 თვალი იქნება, აი ნახეთ, 5 თვალი ერთად გამოვგზავნოთ. ამის შემდეგ 1 2 3 4 5 ჰაეროვანი და მოვგზავნოთ არასრული ერთ ნამატიანები. როდესაც
ყაისნაღზე, ბოდიში ერთი წუთი. არასრული ერთნამატიანები. როდესაც 5 თვალი იქნება, აი ბოლო სად არის ნახეთ, აი ბოლო აქ არის. 5 თვალი, 5-ვეს ერთად გამოვგზავნთ. შემდეგ 3 ჰაეროვანი, ნამატი, შუაში შევდივარ და ერთ ნამატიანს გსოვ, ისევ 3 ჰაეროვანი, ისევ არასრული უნდა მოვგზოვოთ, ერთი წუთი, არასრული ერთნამატიანები, როდესაც 5 თვალი გახდება, აი ასე გამოვგზავნთ, 1, 2, 3, 4, 5 ჰაეროვანი, ისევ არასრული ერთნამატიანები უნდა მოვგზავნოთ, 1, 2, აი 3, 4, სულ აი 5 გახდა, ნახეთ. შემდეგ 3 ჰაეროვანი, შუაში შევდივართ, აი აქ, გამოვიყვან თვალს და ერთ ნამატიანს გსოვთ, ისევ 3 ჰაეროვანი და კიდე იგზოვება 3 ერთნამატიანი, 2 ჰაეროვანი და 3 ერთნამატიანი. ეს ყველაფერი ერთ თაღში იგზოვება, ერთ თაღში. აი, ნახეთ. ჩვენ უკვე 2 გული გავაკეთეთ. მოვაბრუნოთ ნაკსოვი. გავაკეთოთ 2 შემაერთებელი თვალი. მესამე ვიცით უკვე რომ თაღში კეთდება. შემდეგ 3 ჰაეროვანი, 2 ერთნამატიანი, 2 ჰაეროვანი, 3 ერთნამატიანი. შემდეგ 3 ჰაეროვანი, სადაც 1 ერთნამატიანია, იმის თავზე ვაკეთებთ 6 ერთნამატიანს, ანუ ერთ თვალში კეთდება ეს 6 ერთნამატიანი. სამი ჰაეროვანი, აი ამ გულზე რომ არის ესეთი თაღი, ნახეთ, გულის შუაში, ჩავდივართ ნამატის გარეშე და უნამატოს გსოვთ, კიდევ 3 ჰაეროვანი, ნამატი, სადაც 1 ერთნამატიანია, იმის თავზე გსოვთ 6 ერთნამატიანს და თქვენ ხედავთ, რომ ერთი და იგივე მეორდება.
უნდა დაიმახსოვროთ პრინციპი, რომელი რიგის შემდეგ რა კეთდება და ასე გააგრძელოთ ქსოვა, მოგსოვოთ იმ სიდიდის, რა სიდიდისაც გსურთ თავშალი. 6 გავაკეთე ერთნამატიანი, 3 ჰაეროვანი, აი აქ გულის შუაში ნამატის გარეშე ჩავედი, უნამატო მოვქსოვე, 3 ჰაეროვანი, ჩავედით ისევ, აი შეხედეთ, სადაც ერთნამატიანია, აქაც 6 ცალი უნდა მოვქსოვოთ, ერთ თვალში 6 ერთნამატიანი და ეს არის ახალი გულის დასაწყისი. როცა ერთ თვალში 6 ერთნამატიანს გსოვთ, ეს არის ახალი გულის დასაწყისი და ამ გულების რაოდენობა თანდათან მატულობს. შემდეგ 3 ჰაეროვანი და კიდეზე უკვე ვიცით, რაც უნდა მოვგსოვოთ. 3 ერთნამატიანი, ერთი და იგივე თაღში კეთდება, ხო, ეს ყველაფერი. 3 ერთნამატიანი, აი ნახეთ, იგივე თაღში 2 ჰაეროვანი და 3 ერთნამატიანი. აი, ნახეთ, აქ უკვე ახალი გულები გაკეთდება. ჩვენ უკვე ვიცით პრინციპი, როგორი ქსოვება და არ მგონია გაგიჭირდეთ ამის დამთავრება. გისურვებთ წარმატებას.